ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შედგა დღეს ზუგდიდში პრემიერ-მინისტრმა პირველად ხილის გადამამუშავებელი საწარმო ანკაფეა ტრეიდი დაათვალიერა, შეხვდა საწარმოს ხელმძღვანელებს და გაესაუბრა თანამშრომლებს. აი ეს არის სანიმუშო, სამაგალითო, ესე იგი ქარხანა, სადაც წარმოჩენილი არის, ესე იგი სახელმწიფოს და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლო პარტნიორობა. მე მინდა დიდმალობა გადაუხადო კომპანიის მფლობელს და დამფუძნებელს, ასევე ფერმერებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროგრამაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორი იყოს ჩართული აქტიურად. სახელმწიფოს ხელშეწყობით გედება ის, რომ წარმატებული პროექტი არის თვალსაჩინო. საწარმო, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით განხორციელდა. საწარმო $600,000 კრედიტით აშენდა, ხოლო შვეიცარიულმა კომპანიამ საკუთარი სახსრებით დამატებით $400,000 ინვესტიცია განახორციელა. ზუგდიდიდან პრემიერ-მინისტრმა სოფელ ცაიში გადაინაცვლა, სადაც მაღალტექნოლოგიური სასათბურო მეურნეობის მშენებლობის პროცესი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა სასათბურო მეურნეობას ეროვნული პროექტი უწოდა. აღნიშნული საწარმო არის ექსპორტზე ორიენტირებული, თუმცა პირველი პრიორიტეტი ამ საწარმოსთვის არის იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება. ზოგადად იგეგმება $30 მილიონამდე ინვესტიცია, დასაქმდება 500-მდე ადამიანი. ეს გახლავთ უნიშნულოვანესი პროექტი და მე მჯერა, რომ საქართველოში კიდევ ბევრი ასეთი, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გახლავთ კერძო ინვესტიცია 100%-იანი და მნიშვნელოვანია ასევე ინვესტორების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და ზოგადად სახელმწიფო გააგრძელებს მათ ხელშეწყობას აუცილებლად. ობიექტის მშენებლობა 2014 წლის ივნისში დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სასათბურო მეურნეობის ტერიტორიაზე 500-მდე ადამიანი დასაქმება იგეგმება.